ჩვენ ვატარებთ პრესკონფერენცია შეხვედრა ჟურნალისტებთან იმ საკითხზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივები და რა კეთდება ამ მიმართულებით, რა პრობლემები, რა დაბრკოლებებია, რა პერსპექტივებია. ჩვენ გქონდა მორგი შეხვედრა სტამბულში. სადაც მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე რუსი ექსპერტები. ჩვენ გვაქვს ასეთი სიგნალი, რომ რუსეთში არის ძალიან დიდი მონდომება საზოგადოებაში, ინტელიგენციაში, მათ შორის ძალიან მაღალი დონის, ესე იგი, სპეციალისტებისგან, ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან არის ინტერესი განვითარდეს ურთიერთობები, რომ ჩაერთონ ამ დიალოგში და უკვე ესე იგი ეს რაღაცა გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკურ წრეებს. ჩვენ ეს შეხვედრა გქონდა შეიძლება თქვას ყველაზე უფრო ნაყოფიერი, ყველაზე უფრო შედეგიანი, იმიტომ რომ თუ წინა შეხვედრებზე ჩვენ ძირითადად ყამათობდით, აზრებს ვაცნობდით, ერთმანეთს უზიარებდით, ახლა მოხერხდა პირველად ასეთი სრულყოფილი განცხადების მომზადება. შეფერხებული არის საგარეო ვაჭრობა და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მოხდა 2006 წლის გადაწყვეტილებით, როდესაც დაიხურა რუსეთის ბაზარი. ეს ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ ის ინსტრუმენტები, რომელიც არის გათვალისწინებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფორმატით, მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული და გარდა ამისა შეიქმნას ასეთი მაგალითად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლობა გაიხსნას მოსკოვში და მისი წარმომადგენლობა თბილისში. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ ძალიან ადვილი არის, ყოველ შემთხვევაში თუ სურვილი არის ამის გაკეთება შეიძლება სავაჭრო სამრეწველო პალატების წარმომადგენლობათა გახსნა თბილისსა და მოსკოვში, რომელიც შეეცდება გარკვეულად ბიზნესს დაეხმაროს და რაც თავარია შეიქმნას მუდმივმოქმედი სადისკუსიო ფორმატი, სადაც ქართველი და რუსი ბიზნესმენები შეხვდებიან, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ ბიზნესმენებს შეუძლიათ საკმაოდ სერიოზული შედეგების მიღწევა. იყო რასაკვირველია ლაპარაკი სეპარატიზმზე. რასაკვირველია ჩვენი რუსი კოლეგები ფრთხილად ეკიდებიან ამ თემას. ჩვენს დაჯინებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ტერიტორიები არის უკანონოდ ოკუპირებული და ჩამორთმეული, ამის თაობაზე საწინააღმდეგო აზრი არავის არ ქონია. მაგრამ ვიმეორებ, რომ ჩვენი ძირითადი საკითხები იყო ისე იგი შერჩევა პირველი ნაბიჯებისა და არა იქ ვინ არის დამნაშავე იმაზე ლაპარაკი. პირველი ნაბიჯების შერჩევის თვალსაზრისით გამოიკვეთა ჰუმანიტარული და ეკონომიკური პრიორიტეტები. გინდა დერჟავნიკი, გინდა ლიბერალი ფიქრობს, რომ სასარგებლოა საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ფორმატის შექმნა. მაგრამ ყველა არიდებს არიდებს თავს ხვალინდელ დღეზე ლაპარაკი. ყველა ამბობს დავიწყოთ. აი დავიწყოთ. ეხლა ჩვენც რო გითხრათ, მე რო გითხრათ, რომ ეს არ არის წამგებიანია ჩვენთვის დავიწყოთ, არ არის წამგებიანი. რუსეთის ხელისუფლება გარკვეულწილად დაინტერესებულია რაღაც ნაბიჯების გადმოდგმაში საქართველოს მიმართ, რამდენად წონიანი ნაბიჯი იქნება და რამდენად შედეგიანი, ეს არის დამოკიდებული, ესე ვთქვათ, შეთანხმებებზე და ჩვენს საპასუხო ნაბიჯებზე.